გამარჯობა, მე ვარ თაკო საზინე. დღევანდელი ვიდეოს თემა არის წარბები. ძალიან ბევრი თხოვნა მივიღე ამ თემასთან დაკავშირებით და გადავწყვიტე თქვენთვის მეჩვენებინა თუ როგორ ვიკორექტირებ და ვიხატავ წარბებს. ასე გამოიყურება ჩემი ბუნებრივი წარბები, თუმცა სანამ უშუალოდ მოხატვაზე გადავიდოდეთ, მანამდე აუცილებლად გავისუფთავებ ზედმეტით მისგან. ეს არის ჩემი საყვარელი პინცეტი, ნიპეს ზოლინგერის პინცეტი, რომელიც ძალიან კარგად იღებს პატარა და სუსტ ღერთ-მასაც. შესაბამისად, რაც ყველაზე მთავარი არ წყვეტს თმის ღერს, შესაბამისად ძალიან ხშირად ვიყენებ. ახლა გავისუფთავებ ზედმეტით მისგან და შემდეგ გადავიდეთ წარბის მოხატვაზე. წარბები უკვე გავისუფთავებ ზედმეტით მისგან, ახლა განსაზღვროთ თუ როგორი ფორმის უნდა იყოს წარბი. ეს ყველაფერი არის ინდივიდუალური, იმასთან შესაბამისობაში თუ როგორი ნაკვთები გვაქვს ჩვენ. ახლა მე გასწავლით თუ როგორ უნდა განსაზღვროთ, მაგალითად, რამ სიგრძე უნდა იყოს წარბი, სად უნდა იყოს ტეხილი და ასე შემდეგ. პირველ რიგში განსაზღვრავთ წარბის დასაწყის ნაწილს. ამას ვიგებთ შემდეგნაირად. რაიმე სწორ ასე თქვა, ან ჯოხს, ეს არის ფანქარი, შეგიძლიათ ფანქარიც გამოიყენოთ. ვიდებთ ცხვრის ნესტოსთან და ზუსტად ნესტოს პარალელურად აი აქ იქნება წარბის დასაწყისი. ამ წერტილში. ამის შემდეგ ვიგებთ თუ სად უნდა იყოს ტეხილი. ანუ წარბის ყველაზე მაღალი ადგილი. როგორც ხედავთ, მე არ მაქვს ატეხილი წარბები, თუმცა მაინც საჭიროა ოდნავ შემაღლებული ადგილი იყოს, რადგან ძალიან სწორი არ გამოვიდეს წარბი და შესაბამისად იყოს უფრო ბუნებრივი. ერთი მხარე აუცილებლად უნდა ეხებოდეს ნესტოს და უნდა გავიდოს ზუსტად თვალის შუა ნაწილში და სადაც გადაკვეთს წარბს, სწორედ იქ იქნება ყველაზე მაღალი ადგილი. ამ შემთხვევაში აი აქ. ხოლო შემდეგი ეტაპია გავიგოთ თუ როგორი სიგრძის უნდა იყოს წარბი, ანუ სად უნდა დამთავრდეს. ამ შემთხვევაში ფანქარი აუცილებლად უნდა ეხებოდეს თვალის გარე ჭრილს და აი აქ იქნება წარბის დასასრული. ახლა გადავიდეთ უშუალოდ წარბის მოხატვაზე. ამისათვის გამოვიყენებ ალექსავიანის 02 ნომერ წარბის ფანქარს, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ჩემს ბუნებრივ ფერს, არის ღია ყავისფერი და ძალიან ბუნებრივად ზის ჩემს წარბზე. დავიწყოთ წარბის მოხატვა დასაწყისიდან, რა თქმა უნდა. ფანქარს ასევე მოყვება თავისი სავარცხელი და ახლა ამ სავარცხელით შევისწორებ და ვივარცხნი წარბს. And I don't memory your touch became so distant. The sun will rise again with dawn comes forgiveness. Lift the burden off my back, letting go of what we hide. ასე გამოიყურება ჩემი წარბები მოხატვის შემდეგ. თუ მოგეწონათ ჩემი დღევანდელი ვიდეო და ლაიქეთ, გამოიწერეთ არხი. კითხვების შემთხვევაში აუცილებლად მომართეთ პირად შეტყობინებებში. მე კი გემშვიდობებით ზუსტად ერთი კვირით დროებით. Said I'm dancing in an empty room.